თქვენი ჩვეული აზრები და გრძნობები უკვე ქმნიან თქვენს მომავალს. თქვენი ყოველდღიური აზრები და გრძნობები მხოლოდ ამჟამინდელ მდგომარეობას არ განსაზღვრავს. ისინი უკვე შეიცავენ თქვენს მომავალს. ყველაფერი, რასაც მუდმივად ფიქრობთ, ყველაფერი, რასაც ხშირად გრძნობთ, ნელ-ნელა ილექება ქვეცნობიერში და იქიდან იწყებს თქვენი ცხოვრების ფორმირებას. მომავალი შემთხვევით არ იქმნება. ის იბადება იმ შინაგან მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ცხოვრობთ. ირწმუნეთ ქვეცნობიერის სიბრძნე. თქვენში მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე შეგნებული გონება. ეს არის ქვეცნობიერის სიბრძნე. 7 უხილავი, მაგრამ ძლიერი მიმართულება, რომელიც გზას გეჩვენებთ მაშინაც კი, როცა თავად ვერ ხედავთ. როცა ღრმად ირწმუნებთ, რომ ეს შინაგანი სიბრძნე გიძღვებათ, თქვენი ცხოვრება იწყებს დალაგებას. სწორი ადამიანები ჩნდებიან, სწორი გადაწყვეტილებები მოდის, სწორი გზები იხსნება. არა იმიტომ, რომ ყველაფერი უცებ შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ შეიცვალეთ შინაგანად. ირწმუნეთ სიუხვე და არანაკლებობა. როცა ფიქრობთ, რომ რაღაც გაკლიათ, თქვენ ამ ნაკლებობის განცდას აძლიერებთ, მაგრამ როცა ირწმუნებთ, რომ თქვენში უკვე არის ყველაფერი, რაც საჭიროა ბედნიერი ცხოვრებისთვის, თქვენი გონება იწყებს მუშაობას, სიუხვის მიმართულებით. უთხარით საკუთარ თავს, მე მაქვს საკმარისი ძალა, მე მაქვს საკმარისი შესაძლებლობა, მე მაქვს საკმარისი რესურსი, მე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი. როცა ეს რწმენა მყარდება, მომავალი ნელ-ნელა იწყებს გაბრწყინებას. მიიღეთ სასურველი, როგორც უკვე არსებული. ურყევად ირწმუნეთ, რომ თქვენში მოქმედებს ძალა, რომელიც გიძღვებათ ცხოვრების ყველა სფეროში. მიიღეთ თქვენი სურვილები არა როგორც შორეული ოცნება, არამედ როგორც უკვე არსებული შესაძლებლობა. ქვეცნობიერი არ არჩევს რა არის რეალური და რა წარმოსახული. ის იღებს იმას, რასაც რწმენით და გრძნობით გადასცემთ. ამიტომ იფიქრეთ საუკეთესოზე, იქრძენით სიმშვიდე, იქრძენით მადლიერება, იქრძენით თითქოს ყველაფერი უკვე კარგად არის. ელოდეთ საუკეთესოს. რასაც ელოდებით, იმას ამზადებთ. თუ მუდმივად ელით ცუდს, გონება ემზადება სირთულეებისთვის. თუ ელით კარგს, შინაგანად იწყებთ იმ მდგომარეობაში ცხოვრება, სადაც კარგი ხდება შესაძლებელი. ყოველ დღე ელოდეთ საუკეთესოს, ელოდეთ კარგ ამბებს, ელოდეთ სწორ შესაძლებლობებს, ელოდეთ მშვიდობას, ელოდეთ წარმატებას. არა იმიტომ, რომ სამყარო ვალდებულია, არამედ იმიტომ, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობა ამას ქმნის. საბოლოო აზრი, თქვენი აზრები ქმნის გრძნობებს, გრძნობები ქმნის მდგომარეობას, მდგომარეობა ქმნის მომავალს. ირწმუნეთ, რომ თქვენში არის სიბრძნე, რომელიც გიძღვებათ. ირწმუნეთ, რომ ცხოვრება სიუხვით არის სავსე. ირწმუნეთ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და როცა ეს რწმენები მყარი გახდება, თქვენი მომავალი ნამდვილად გაბრწყინდება ბედნიერების სხივებში. ტექსტი შექმნილია ჯოზეფ მერფის სწავლების მიხედვით.